გამარჯობა. მოკლედ რა 64 წლის კაზახი ვარ. გამოვიარე კომუნისტები, ზვიადი, ედუარდი, მიშა. და ახლა ეს დედააფეთქებული ტიპები შემხდა, მაგრამ მსგავსი მე არაფერი არ მინახავს. ესეთი რომელიც გადაზნექილი იყვნენ რუსებისკენ, მე ეგეთი თავრობა არ მინახავს. რა ის 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი, ესე იგი პირდაპირ მირბიან რუსეთის ტრაქში. ესენი კიდე რამეს ლაპარაკობენ? მოკლედ რა, ვისაც გევასებათ რუსები შეუძვერით ბოლომდე. და ემე წაიგითხავთ რას გვიკეთებდნენ ჩვენ, გურიის მაგალითზე, თელ საქართველოში ეგრე იყო. 1903 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ მთავრმართებელ გოლიცინის ბრძანებით, ეს ის გოლიცინია, რომელსაც დაშნაკები რო დაესხნენ 903 წელს კოჯორთან და ვერ მოკლეს. ყველა სოფლის საზოგადოებაში ეგზეკუცია ჩააყენა. გუბერნატორი სმაგინი კიდევ ერთხელ ეწვია გურიას, ამჟამად ჯარისკაცებისა და კაზაკების თანხლებით. ამას მოყვა რეპრესიები, რომელიც სოფელ მიქელ გაბრიელიდან დაიწყო. ეს მიქელ გაბრიელი ახლა დღევანდელი შრომაა. გახშირდა ჩხერეკა, დაპატიმრება, ციხები დაპატიმრებულებით გაივსო. აპატიმრებდნენ პირადი დასმენით, ეგრეთ წოდებული ბლუზა და პიჯაკის ჩაცმისათვის, რაც რევოლუციონერების ჩაცმულობად აღიქმებოდა. სოციალური და ეკონომიური შინაარსის კითხვისათვის, მაგრამ მეცინება, მაგრამ სასაცილო არაფერია. სოციალ-დემოკრატიული და ასევე ლევ ტოლსტოის იდეების პროპაგანდისათვის. დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანი საპატიმრებაში მოხვდა. დაპატიმრებულს როგორც ნახირს, მათრახის ცემით და ლანძღვაგინებით მიერეკებოდნენ ოზურგეთის ციხეში, იქიდან კი ქუთაისსა და ბათუმში გადაყავდათ. კაზაკები გლეხთა კარმიდამოს არ ადგურებდნენ, ართმევდნენ საბნებს და ლეიბებს, ღომის მოსახარს ქვაბებს, რა იციან რუსებმა ღომის მოხარშვა. ქალებს თითებიდან ბეჭდებს აძრობდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ. წლების განმავლობაში ეგზეკუციების დროს მთელი საქართველოს მასშტაბით ქალებზე ძალადობის შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. გუბერნატორი სტალოსელსკი, რომელიც იყო გურულების მომხრე, წერდა, რომ სოფლებში დათარეშობდნენ ყაზახთა რაზმები და არბევდნენ და აწვილებდნენ ქალებს. ზოგიერთ ადგილას ქალები ტყეში დამალოცილობდნენ, მაგრამ იქაც მწარე ბედი ეწეოდათ. მაზრის უფროსის კეღამოვის ბრძანებით და წაგეზებით სამეგრელოში არ ინდობდნენ არც ბავშვებს, არც მოხუც ქალებს და არც მონაზვნებს. ის თუნდაც იგვეხნიდა, რომ ერთი წლის შემდეგ პატარა კაზაკები ირბდნენ სამეგრელოს სოფლებშიო. სოფელ მუხურის დარბევის შემდეგ კი განაცხადა ამ არაკაცმა. აი მის სამომავლები არიან ეხლა, ვინც სხედან მთავრობაში. მანჯურიის აღება ხიშტებით ხდება, ხოლო მუხურის სასქესო ორგანოთი ავიღებთო. წარმოიდგენიათ ეგეთი რამე? კეღამოვს ეს არ აპატიეს. 1906 წლის 26 იანვარს ქუთაისში ტერორისტი პლატონ მიქაბარიძე მას ფაეტონზე შეუხვდა, 3 გასოვლით მძიმედ დაჭრა და მიიმალა. კეღამოვის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ხოლო მეფის ნაცვალმა უკენ მეფის ნაცვალმა, იმიტომ რომ იყო ჯერ მთავარმმართველი, მერე ისე მეფის ნაცვლის ინსტიტუტი შემოიღეს. როგორც დაზარალებულს მას 1000 მანეთის შემწეობა გადასცა. აი ესეთი ამბები ხდებოდა და 1900 ამას აღწერდნენ კიდევაც უცხოელები. 1905 წელს საქართველოში, მათ შორის გურიაში მოგზაურობდა ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერნესტ პული. დანაშხურის რაიონში ის შეხვდა ერთ ადგილობრივ ექიმს, რომელმაც მას აუწყა, რომ ლამის ყოველ ღამეს მასთან მოყავთ ახალგაზრდა გოგონები, რომელთაც გაუპატიურების გამო სისხლდენა ჰქონდათ. მან ასევე მოუღო ამბავი, თუ როგორ იძალა და 20 კაზაკმა ერთი კვირის წინ ერთ გოგონაზე, რომელიც მომდევნო დღეს გარდაიცვალა. ისინი ადამიანები არ არიან, კი არა, ეშმაკები არიან, ამბობდა ექიმი. ყველაფერს ზღვარი აქვს და გლეხებსაც ევსებოდათ მოთმინების ფიალა. ერთხელ სოფელ აკეში ერთმა კაზაკმა მოიდომა ქალის გაუპატიურება, მაგრამ გლეხებმა ის წალდებით დაჩეხეს. ძალიან კარგით უკნეს. შედეგად ტკივილობის ბრძანებით სოფელი ლამის მიწასთან გაასწორა. შეუძვერით ახლა კიდე უკანალში რუსებს და თქვით, რომ რა კარგები არიან და რა კარგად ცხოვრობდით რუსებთან ერთად. მოკეთ დღესაც ეს იყო კარგად იყავით.